FMCG ანონს სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო ბაზრის მოცულობა 2024 წელს 13 მილიონ ლარს მიაღწია. მოჩვენებელი წინა წელთან შედარებით თითქმის 7%-ით არის გაზრდილი. ასეთია კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს ბაზრის მონიტორინგის შედეგები. კონკრეტულად რა აჩვენა კვლევამ, რამდენად კონკურენტუნარიანი და მზარდია ეს ბაზარი, ამ საკითხებზე და არა მხოლოდ ამ თემებზე ვისაუბრებთ სააგენტოს ხელმძღვანელთან ირაკლი ლექვინაძია, ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. დავიწყოთ ამ კვლევით, რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა ამ კვლევის ნაწილში, რამდენად მზარდარი და მზარდია ეს ბაზარი და რამდენად რეალურად კონკურენტული. მაია მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს მივესალმები. თქვენც აღნიშნეთ უკვე, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული იქნა FMCG ბაზრის შუალედური ანგარიში, სადაც საუბარია ძირითად მიმართულებებზე და ტენდენციებზე, რომელიც 2024 წელს დაფიქსირდა. ჩვენი კვლევის მიხედვით, აღნიშნული ბაზარი შეადგენს დაახლოებით 13 მილიარდ ლარს და ჩვენი მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები, ჩვენ აღნიშნული ბაზრის მოცულობის დასადგენად ვეყრდნობით საქსტატისა და შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციას, სადაც აბსოლუტურად ამ სფეროში მოქმედი ყველა DGG-ს გადამხდელი კომპანიის ბრუნვა და ასევე ვინც არ არის DGG-ს გადამხდელი სალარო აპარატების ბრუნვა, ვისაც უფიქსირდება და აღნიშნულ ბაზარს ჩამოკლებულია სააფთიაქო ქსელები, კლასიკური გაგებით ესეც FMCG-ია, თუმცა უფრო სრული სურათისთვის დაახლოებით ესე ვადგენთ ბაზრის მოცულობას. დაახლოებით 2024 წელს ბაზარი გაიზარდა 7%-ით. გარდა ამისა, ჩვენ ბაზარზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 32%-ის ფარგლებში, 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 54%-ის ფარგლებში და თუ ავიღებთ მთლიანად ორგანიზებულ ქსელებს, მათი წილი მთლიან ბაზარზე 60%-მდე მაჩვენებელშია. რატო ვამბობ ხა აღნიშნულ ციფრებს? ეს ნიშნავს, რომ ამ ბაზარზე ჩვენ არ გვყავს წარმოდგენილი როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი, რომ ამის შემდგომ დაუშვათ კონკურენციის კანონმდებლობის მანდატის ფარგლებში გარკვეული მონიტორინგია უფრო მეტი მიმართულებით გვეფიქრა. ამ ბაზარზე ფიქსირდება ასევე ბოლო წლებში საკმაოდ ისეთი დინამიური პროცესი, როგორც ახალი მოთამაშეების გაჩენის, ასევე ქსელების გაფართოების, ასევე ქსელების გამსხვილების და ეს სექტორი მიიჩნევა ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ და მნიშვნელოვან სექტორს, მნიშვნელოვან სექტორად. ჩვენ ასევე აღნიშნულ შუალედურ შედეგებში გვაქვს საუბარი იმ დანახარჯებზე, რომელსაც იმპორტიორები თუ მიმწოდებლები აწდებიან ქსელში შესვლისას და ჩვენ განხილული გვაქვს დაახლოებით ბოლო 4 წლიანი დინამიკა, სადაც ჩანს, რომ კონკრეტული პროდუქტების მაგალითზე დაახლოებით მზარდია აღნიშნული დანახარჯების მოცულობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ აღნიშნულ ბაზარზე არ გვყავს დომინანტი ეკონომიკური აგენტი და კონკურენცია არსებობს, მსხვილ ქსელებს მაინც გააჩნიათ გარკვეული ძალაუფლება მიმწოდებლებთან მიმართებაში და ამას ადასტურებს სწორედ ამ შესვლის დანახარჯების გარკვეული მზარდი დინამიკა. ეს არის სურათი, რაც ჩვენ გვაჩვენა აღნიშნულმა შუალედურმა კვლევამ, მონიტორინგის პროცესი გრძელდება და ჩვენ აღნიშნულ ბაზარზე ვაგრძელებთ აქტიურ დაკვირვებას. ეს ბაზარი იმიტომ იყო საინტერესო დაუშვათ, რომ მზარდია და რეალურად მართლა ძალიან დიდი მოცულობის ბაზარზეა საუბარი, 13 მილიარდი მე შესავალ ნაწილში 13 მილიონი ვახსენე და არა რეალურად 13 მილიარდია, თქვენ გამოიყენეთ ეს მაჩვენებელი და ეს ციფრი. რეალურად ეს იყო მთავარი მიზეზი დაუშვათ ამ მიმართულებით მონიტორინგის დაწყებისა, თუ შიგნით არსებობდა გარკვეულწილად ეს კონცენტრაციების ნაწილი იქნება თუ კონკურენციის რაღაც გარკვეულად პრობლემები, რომელმაც მიგაღებინათ გადაწყვეტილება, რომ რეალურად ამ ბაზარს სჭირდებოდა მონიტორინგი და შესწავლა. აღნიშნული გადაწყვეტილება არის ჩვენი მონიტორინგის დაწყება იმ დისკუსიების შედეგი, რომელიც ყოველთვის იყო რიტეილის და ზოგადად FMCG-ს ქსელებსა და მიმწოდებლებს შორის, სადაც საუბარი იყო ძალიან ბევრ და მრავალმხრივ საკითხებზე და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამო ჩვენ მონიტორინგი დავიწყეთ, რადგანაც ბაზარზე ჰქონდეს მუდმივად შეფასებები, მუდმივად ჰქონდეს ყურადღება და თუ დავინახავთ რაღაც კონკურენციისთვის საინტერესო და ჩვენ მანდატის ფარგლებში
საინტერესო საკითხებს, შესაბამისი რეკომენდაციები ან შესაბამისი მოქმედება განვახორციელოთ. თუმცა მე ვახსენე, რომ ეს ბაზარი ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ მზარდია და დინამიურია, ჩვენ აქ არ გვყავს დომინანტი ეკონომიკური აგენტები, შესაბამისად მიუხედავად გარკვეული შეიძლება სადისკუსიო საკითხებისა, რომელიც დღემდე გრძელდება, კონკურენციის აგენტოს მანდატით რაიმე ისეთი პრობლემური საკითხი ამ ბაზარზე არ ფიქსირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი დინამიურად აგრძელებს გამსხვილებას და განვითარებას. თქვენთან ახსენეთ, რომ კონცენტრაციის ნაწილი და დაუშვათ გამსხვილების ნაწილში კომპანიები მოგმართავდნენ ამ მიმართულებით. რეალურად რამდენად აქტიურები არიან კომპანიები ამ გამსხვილების მიმართულებით და ამ ნაწილში როგორი ტენდენცია გვაქვს, რადგან საკმაოდ დიდ ბაზარზეა საუბარი, ბოლო წლებში რა სურათი მივიღეთ ამ მიმართულებით? მე ვფიქრობ, ეს სექტორი ბუნებრივად ისე ვითარდება, როგორც უნდა ვითარდებოდეს, იმიტომ რომ გამსხვილება ალბათ ლოგიკური პროცესია, თუმცა ჯერ კიდევ მსხვილი ქსელების მიერ ასათვისებელი ბაზარი და სივრცე ჯერ კიდევ არსებობს. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ ვნახავთ 2024 წელს, ჩვენ 18 კონცენტრაციაზე გავეცით ნახმოვანად და 18 კონცენტრაციიდან დაახლოებით 5-ზე მეტი იყო FMCG სექტორში განხორციელებული გამსხვილებები. თუ 2025 წლის პირველი 4 თვის სტატისტიკას ვნახავთ, დაახლოებით 6 კონცენტრაციაზე გვაქვს თანხმობა გაცემული და აქედან 3 არის FMCG სექტორის მიმართულებით. ანუ ეს ნიშნავს, რომ ბაზრის დინამიური განვითარების ერთ-ერთი თანმდები პროცესი არის სწორედ გამსხვილებაც, გარდა იმისა, რომ ხდება ჯერ კიდევ აუთვისებელი სივრცეების ათვისება, განსაკუთრებით კი შეინიშნება რეგიონების მასშტაბში ამ მსხვილი კომპანიების მიერ. იყო თუ არა თქვენი მონიტორინგის დაკვლევის ერთგვარი დაუშვათ ამ ფარგლებში შეისწავლეთ თუ არა, თუნდაც ის, რომ რამდენად რეალურად ამ ბაზრის მოთამაშეები ერთმანეთთან მიმართებაში, იგივე ფასების ნაწილს თუ არ უთანხმებენ ერთმანეთს, მინიმუმ გარკვეულწილად კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან ამ ნაწილში, რომ დაუშვათ ფასები იყოს იმ დონეზე, არ მოხდეს მისი შემცირება და შესაბამისად ბაზარმა ამ ნაწილში შეინარჩუნოს დაუშვათ ერთსულოვნება ბიზნეს სექტორის გადმოსახედიდან, თუმცა მომხმარებლის გადმოსახედიდან დაუშვათ რეალურად არ მოგვეცეს საშუალება, რომ შედარებით დაუშვათ დაბალ ფასში შევიძინოთ ესათვის პროდუქტი, რომელიც ამ ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტში შეიძლება იყოს. იყო თუ არა ფასების ნაწილი თქვენი შესწავლის საგანი? მე გეტყვით, რომ და ვახსენე უკვე, რომ ამ ნაწილში ზოგადად განვითარების ნაწილში და კომპანიებს შორის კონკურენცია რეალურად არსებობს და კონკურენცია რეალურად გამოხატულია ქსელების სწრაფ განვითარებაში. მე ასევე გითხარით, რომ გარდა ამ ბაზარზე არსებული ვითარებისა, ჩვენი დაკვირვების თემა იყო ეს ეგრეთ წოდებული არაპირდაპირი გადასახადების დინამიკა ბოლო 3 წლიან პერიოდში, როდესაც იმპორტირებს უხდებათ ქსელში შესვლა და თუ რა ტიპის დანახარჯებს აწყდებიან და თუ ავიღებთ საშუალო მაჩვენებელს, თითქმის მაგალითად კონკრეტულ 9 პროდუქცია გვაქვს ჩვენს კვლევაში წარმოდგენილი აღნიშნული დინამიკა განსაზღვრული. მაგალითად თუ 2020 წელს კონკრეტულ პროდუქცია 8% იყო ქსელში შესვლის გადასახადი, დღეს ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს 22-24%-ის ფარგლებში. ჩვენ ვამბობთ ასევე ამ კვლევაში, რომ ეს გარკვეულწილად აჩვენებს იმას, რომ გარკვეული ძალაუფლება მიუხედავად აქტიური კონკურენციისა ქსელებს მიმწოდებლებთან მიმართებაში გააჩნიათ. აღნიშნული არაპირდაპირი გადასახადის გავლენის ეფექტი არის ის, რომ ეს გარკვეულწილად ზეწოლა შეიძლება ახდენდეს ფასებზეც, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ეხლა რაიმე შეთანხმებას აქვს ადგილი და რაღაც ეს ქსელები ერთნაირი პირობებით მოქმედებენ, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ აგვაქვს. თუ რომელიმე ეკონომიკურ აგენტს აქვს ეს ინფორმაცია ან წააწყდა საკუთარი მოქმედების დროს მსგავს ტიპის პრობლემატიკას, მათ შეუძლიათ მოგმართონ და ეს უკვე ცალკე მოკვლევის საგანი გახდება. თუმცა ბაზარზე არსებული ვითარება მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბოლო 4 წლიან პერიოდში არაპირდაპირი გადასახადების ქსელში შესვლის ხარჯის მზარდი დინამიკა, ბაზარზე ვითარება ჯამში არის კონკურენტული და ამას ადასტურებს ეს პროცენტული მაჩვენებლები, რაც მე ჩამოთვალე საუბრის დასაწყისში, როდესაც სამსხვილ კომპანიის წილი არის 12%-ის ფარგლებში, 5 შემთხვევაში არის 44, 10 შემთხვევაში არის 55 და ეს არანაირად არ წარმოადგენს
იმას, რომ ბაზარზე ან ინდივიდუალურ ჭრილში, ან დომინანტურ ჭრილში რომელიმე ეკონომიკური აგენტი არის დომინანტური პოზიციის მატარებელი, რაც ასევე იქნებოდა დამატებითი ყურადღების და დამატებითი პროცესის შესწავლის საგანი. თავისთავად დომინანტობა არ ნიშნავს რაიმე ტიპის დარღვევას ან პრობლემას, თუმცა მისი არასათანადოდ გამოყენება კი ბატონო, თუმცა ჩვენ მსგავსი ვითარებაც არ აგვაქვს ჯერჯერობით FMCG ბაზარზე. თუმცა პროცესი გრძელდება, გამსხვილება ალბათ მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ამ ბაზარს თუნდაც გამომდინარე ამ ფაქტორებიდან ვაკვირდებით. და ჩვენი საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ კითხოთ კიდევ ერთი სექტორი, რომლის მონიტორინგის განახორციელეთ და ტრადიციულად აგრძელებთ, ეს არის საწვავის სექტორი. აქ როგორი სურათი მივიღეთ და მთლიანობაში ჩანს თუ არა იმ ანგარიში და მონიტორინგის შედეგებში კონკურენციის აგენტოს გეწერათ, რომ რეალურად გარკვეულწილად მოლოდინი გაქვთ, რომ ფასები საწვავზე უნდა დაიკლოს, მაგალითად იგივე მაისის თვეში გლობალურ ბაზრებზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებითაც, მათ შორის ლარის კურსის გამყარების გამოც. რეალურად რა ტენდენცია ჩანს ამ ნაწილში და დაუშვათ ეს მოლოდინი რამდენად რეალურად შეიძლება გამართლდეს? ჩვენ თუ დავაკვირდებით 2025 წელს ბაზარზე არსებულ ვითარებას, დაახლოებით თებერვლის თვიდან საერთაშორისო ბაზრებზე იწყება საწვავის გაიაფების და ნავთობის გაიაფების პროცესი, განსაკუთრებით მკვეთრკლებას ადგილი ჰქონდა აპრილის თვეში. ადგილობრივ ბაზარზე ფასი ფორმირდება საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასით და ასევე ადგილობრივი ვალუტის კურსით. კურსის დინამიკასაც თუ ვნახავთ, ის გამყარების ტრენდს აჩვენებს ამ პერიოდში. ინფლაციის ფასს თუ შევხედავთ, დაახლოებით თებერვლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით $100 არის შემცირებული აღნიშნული მაჩვენებელი. ჩვენი დაკვირვებით მცირე ქსელებზე აღნიშნული ფასის კლება უკვე ასახულია ყველა ტიპის საწვავზე, მათ შორის ბენზინზეც და დიზელზეც და ვფიქრობთ, რომ მაისი იქნება ის თვე, როდესაც მსხვილი ქსელები აღნიშნული მიმართულებით გაიფების პროცესს გააგრძელებენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინი ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოში საწვავის ფასს აყალიბებს, არის ის, რომ მაისში ფასების კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს განსაკუთრებით მსხვილი ქსელების შემთხვევაში. და კიდევ ერთად კითხავთ, რა ეტაპზეა თქვენი და ნავთობიმპორტიორების დავა სასამართლოში, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის სააგენტო მიიჩნევთ, რომ ისინი არ უღებდნენ კონკურენციის პირობებს და ჯარიმები დააკისრეთ. რა ეტაპზეა იმის, რომ რეალურად როდის დასასრულისკენ მიდის თუ არა, რომ დავუშვათ ჩვენმა მაყურებელმა და მოსახლეობამ იცოდეს საბოლოო გადაწყვეტილება როგორი იქნება ამ ნაწილში. როგორც საწვავის მოკვლევის შედეგების კუთხით, ასევე ფარმაციის ბაზრის მოკვლევის შედეგების კუთხით, ჩვენი გადაწყვეტილებები არის სასამართლოს პირველ ინსტანციაში და ჩვენ ველოდებით განხილვების დაწყებას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ირაკლი ლექვინაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.